გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობათ. ბაზარის ტბაზე ვართ, მე და მიშიკო. და მიშიკო მოვითევზავეთ. პირველად რომ დაიჭირა თევზი თბილისის ზღვაზე. საღამომდე ვაპირებ თევზაობას. დღეს გამოვიყენებ ჩემ კონკრეტულ დასაკვებს, უნივერსალს და ჩემ პევლოკას, წითელ ფერს. მე მაქვს ჯისტრიმის მარწყვი და ვანილი და შევაჯიბრებ გიორგის დასაკვებს. ვინც ახლა მიყურეთ და ვინც ახლა პირველად მიყურეთ, მეგობრებო, თქონა მექნება რომ თავიდან დაიწყოთ აგე მიშიკომ. რამოდენიმე წლის უკან, თუ რამოდენიმე თვის უკან. აღმოჩინა YouTube-ზე, მაგრამ თავიდან არ დაუწყეთ ჩემი ყურება. დაიწყო ისა პირველი ვიდეოდან, ხო? და მომყვება რა ძალიან გთხოვთ თუ რამე გაიგო, იმიტომ რომ არის ხოლმე სიტუაცია რომ ეს არ არის, ეს რატო არ ახსნი მონტაჟი მეგობრებო მილიონი მონტაჟი მიდევს. სამოყვარულოს ხსნი და აღარ გავმეორდები რა. მოკლედ, განვითარებულ თევზს ვასწავლით, სორთევზაობას ვასწავლი მეგობრებო და თხოვნა მექნება. კაი მისამართზე ხართ და როცა გნებავთ, მაშინ მომწერებთ რა. აგე ვიაროთ, აგე მიშასთან და აგე ბიჭთან დავდივარ. შეგან აწყელი არავინ არ გასულა რა. მოკლედ, ეხლა მე თევზაობ ჩემი დასაკვებით, ჩემი ქერით, მიშა თევზაობს ქარხნული დასაკვებით, არაფერი შეჯიბრი, არანაირი შეჯიბრი მეგობრებო, არანაირი. უბრალოდ ეხლა ამოსულებივთ მე და მიშა რომ მივიღოთ სიამოვნება. სიამოვნება მივიღოთ, გავერთ უბრალოდ მე ჩემი დასაკვებით თევზაობ, როგორც თევზაობ ხოლმე, ისე თევზაობ რა. არანაირი რეკლამა და ასე შემდეგ რა. მოკლედ, აბა დავიწყოთ. ერთს დავამატებ რა გიო რა. Facebook-ზე მინახავს დამწყები მეთევზეებისგან, რომ აი უნდა გადავყარო ეს ანკესები, არაფერი არ გამომდის, ვერაფერს ვერ ვიჭერ, ერთი რჩევა მექნება რა. რაღაცის არ ცოდნა სირცხვილი არ არის რა. ტეხავს ის, რომ გაინტერესებს გინდა და არ იძიებდა. აგერ არის ადამიანი, სულ მეორეჯერ თუ მესამეჯერ ხედავ ამ ადამიანს და ეხლა გავიცანი რა. იმიტომ გეუბნებით, რომ ესმის ამ ადამიანს, იცის ამ ადამიანმა მიწერეთ Facebook-ზე, ხამიცაშვილი გიორგი უწერია, არ დაგტოვებთ, უყურადღებოთ, არ დაგტოვებთ, უკმაყოფილოთ, გასწავლით, გეტყვით რა საკეთებს არასწორად, რა შეიძლება გააკეთოთ უკეთესად, რომ გქონდეთ თქვენც უკეთესი შედეგი და ის სიამოვნო თევზაობისგანაც და ცხოვრებისგანაც. გამოიწერეთ აუცილებლად. მე გამიხარდა ძალიან რომ მე და მიშა რო ვიყავით ზღვაზე, მეორე დღეს იყო წასული და მაგარი შედეგი და მეორე დღეს უკვე მაგარი შედეგი დავდე. ხო და. მოკლედ მე არ მეზარება მეგობრებო, მე ეს საქმე მოდი საკაცრუად მეგობრულად და ძმოურად გამიგეთ. მე საქმე ისედაც ვიცი. იმიტომ წერ ვიდეოს რომ თქვენ დაგეხმაროთ მეგობრებო. მე ისედაც ვიცი, ვარ სპორტსმენი, მოქმედი სპორტსმენი მეთევზე ვარ, სხვადასხვა ფედერაციის წევრი ვარ, მაქვს ჩემი სკოლა, კლუბი მაქვს, სადაც ხალხს ვასწავლი. მე ისედაც ვიცი ეს ყველაფერი, ჩემო კარგებო. მე თქვენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ თქვენ უკეთესი თევზაობა გქონდეთ და ცოდნა მიიღოთ. თხოვნა მექნება, რომ რავი, ამის გამო რა უნდა გააკეთოთ? უნდა გამოწეროთ არხი, რომ ბევრნი ვიყოთ და მოიწონოთ ვიდეო. აბა გამოწერას რა უნდა, არაფერი რა უნდა, გამოწერე. თქვენთვის არაფერი და ჩემთვის მაგარის გახარება, აი, ძალიან გახარებული ვარ ხოლმე რა. რომ გამოწერილი, ანუ საინტერესოა ჩემი არხი რა, თქვენთვის. არაფერი რა უნდა ერთ გამოწერას რა უნდა, არაფერი რა უნდა. ძალიან ბევრ ცოდნას. აგერ მთელი დღე აქავა რომ ჩავწერო ვიდეო და ერთ გამოწერას რა უნდა, არაფერი რა უნდა, ხო? მოკლედ, ეხლა წავედით მე და მიშა, მძიმე მასა, გვინდა ფსკერი, გვინდა კარჩხანა და ასე შემდეგ. თუ ადრეც გითხარით, წნევა თუ ახასიათებს ასე შემდეგ, მე როგორ პროცესში გეტყვით, როგორ მოუგვარებთ თევზს რა. დავიწყოთ. წავიწყოთ, აბა, დროებით. შეხვდებით აგე. მაგრამ ეხლა ჩემო კარგებო, ჩემი დასაკვები, ჩემი პევლოკა. დღეს წითელი ფერი წამოვიღე, აი ესეთია წითელი ფერი. გაყიდვაშია და ეხლა მინდა უბრალოდ პატარა რჩევები მოგცეთ. ეხლა ვინც იყიდით რა. არ არის დოგმა რომ სულ იყიდოთ, ან სულ წაიღოთ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩემი რეცეპტით არის, ჩემი ბევრი წლის შრომით, გამოუში ფერებით, არომატებით, ეფექტებით. მაგრამ უყურე, რატო? ეს პევლოკა როცა ყუთით იყიდება, ან ესე ხო, შეგიძლიათ დასაკვებში ჩაყაროთ პირდაპირ. შეგიძლიათ საკვებურით მიაწოდოთ. მე ხა დასაკვებში არ ჩავყრი. ეს აჩერებს თევზს, ხვილი ფრაქციაა მეგობრებო და ამას უწყობს თევზი ჭამას რა, უყვარს ნაფოტას, უყვარს კარჩხანას, ანუ მშვიდობიან თევზს ასე ვთქვათ რა. მე გადავიტან აი ასეთი კონტეინერში და მე რო უკვე პროცესი გამომდინარე, უკვე საკვებურით მივაწვდი დოზირებულად. აი ესე. აჰა. აი ესე მექნება და საკვებურით უკვე მივაწვდი. აქ არ მინდა უბრალოდ რომ
ბევრი დასოკები ქონდეს ამას უკვე უნივერსალს ისედაც აქვს ესეთი სხვილი ფრაქცია და არ მინდა რომ ძალიან ანუ არ მინდა კობლისგან წავიდე რა მინდა არჩხანა ვიჭირო ზოგადად ხა წვრილ თევზს და მშვიდობიან თევზს უყარს წვრილი ანუ წვრილი მასა უნდა შევთავაზოთ რომ ვაშიოთ და სამაგიო თევზი ვიჭიროთ როცა შია ბევრს ვიჭერთ როცა არ შია და აძღობთ ვერ დაიჭირთ ბევრს მოკლედ ეს არის მოყვითალო ფერი ჩემი დასაკვები მოყვითალო ფერში წამოვიღე მოკაი ფერშია კი ოქროსფერია თან ესეთი ამინდი გაიჩიტა რომ კაია აი ესეთი ამას ახლა კიდევ ბევრჯერ მეკითხებოდნენ რომ კოპტონი დავამატო შეიძლება აი რატომაც კოპტონი აქვს ცოტა მაგრამ შეგიძლიათ ცოტა კოპტონის ჩაამატოთ როგორც ხახუნს ამატებთ რაღაცა დანამატებს ჩემი დასაკვებიც იმატებს დანამატებს მე რა ქართველი ვარ და ქართულად გავაკეთე მაგრამ მაინც უცხოელი უნდა ვიყო მეგობრებო რომ კაი დასაკვები გავაკეთოთ არა ჩვენ შეგვიძლია არა მიშა რა თქმა უნდა ამათ უკვე არაერთხელ დავამტკიცე რომ შეგვიძლია ჩემი დასაკვებმა დაამტკიცა უკვე ბევრჯერ და ასე შემდეგ აი ეს აი ესეთი და იშლება აჰა რაც კიდე აი მოგუჭიროთ აი მეგობრებო უცებ ეხლა ვინც გამოიყენა ჩემი დასაკვები მაგას ვეთქვი რა ხო კონათ მუდმივად ჭერა წვრილი იქნებოდა სხვილი იქნებოდა მუდმივად წერტილში იყო თევზი რატო იყო იცი მეგობრებო თევზი მუდმივად ვარ სპორტსმენი მე თევზი შექმნილი მაქვს სპორტული ხედვით რომ მე მუდმივად ჭერა მქონდეს წვრილი თევზის სხვილი თევზის მაგით ესეთი რაღაცები ურევია აქ რომ თქვენ წერტილში თევზი უნდა გედგეთ ლიფსიტა იქნება თუ დიდი იქნება წერტილში თევზი უნდა იდგეს თორე ხა ეგრე ქახნუიც ხანახან არ მუშაობს მაგრამ რა ცუდია არ არის ცუდი ჩვენ ანუ არ ვეხებით რა ქახნულ დასაკვებს ჩვენ არ ვეხებით მეგობრებო პირადად მე არ ვეხები ბოლოს ხო ვქნი რა ეგ არის ხო ეგ არის ამიშა მოგეთ ამას ეხა ჩვენ ასეთი ევას ჭურჭელი მაქვს მეგობრებო სადაც ევას ჭურჭელში ასეთი დასაკვები გადმოვიდა რაც ამჭირდება აი აქ რაც დამჭირდება აი გადმოვიდა ახლოში მექნება ყველაფერი და უკვე შევიტან წყალში აი ესე აი ესე მეგობრებო აკაი ფერისაა რა მოკლედ მეგობრებო ეხლა გაჩვენებთ ჩემ მაგიდას რები მაქვს მოკლედ აქ არომატები მაქვს თუ დასჭირდა მაგ შემთხვევაში ვიყენებთ თუ არ დასჭირდა არ ვიყენებთ არ ვასხავთ პირველი ივეზე არ ვასხავთ იმიტომ რომ ვეღარ გაიგებთ ეხლა ამაზე მოვიდა თუ უბრალოდ ჭიაზე და სათყვარაზე მოვიდა მოკლედ აქეთ უკვე დასაკვები მაქვს აქეთ პერლოკა მაქვს აქეთ ნაკელის მატლი მაქვს აქეთ თეთრი ჭია მაქვს ეს ყუთია შიგნით მილაგია საკვებურები აი ესეთი სხვადასხვა გრამაჟებით ესეთ მეგობრებო აი ესეთი რაღაცა ნებსკავები ასე შემდეგ ეს არის ორ განყოფილებიანი ყუთი ახლა გაჩვენეთ მეორე განყოფილებას ზეები მაქვს აქ ნებსკავები მაქვს ესეთი რაღაცები ეს არის უკვე სიღრმის შესამოწმებელი მარკერები სიმძიმეები მეგობრებო ბალახიანი აფსკერი ორმოა თუ ასე და ასე შემდეგ ქვიანია ხრეშიანია ამით გებულობთ რა და მიზან მიმართულად ეძებთ თევზის გასაჩერებელ ადგილს და კაი რა საშუალებაა რა მოდი ახლა გავსინჯოთ ამით გაჩვენებთ როგორ მუშაობს ადრე კი მაქვს გადაღებული მაგრამ მოდი ახლა არ არის პრობლემა გადავიღოთ ასე შემდეგ მარკერის სიმძიმეს ვაყენებთ რა თქმა უნდა ჯოხის ტესტის მიხედვით რა ეხლა ვიყენებ 40-ს აი ესეთი ზომარეობა ესეთი არაფერი აი ახლა ნახეთ ამ საკვებურას ახლა მოხსნი თევზობ დღეს
გარნერის მონტაჟის ჩემოკარგებო. გარნერის მონტაჟის ვიცევზავებ. აი, ხსნით საკვებურას. მოხსნით საკვებურა. დროებით არ მჭირდება. მოკლედ, დავაყენებთ ახლა ჩვენ აქ ფსკერს, კვლევარს ესეთ მდგომარეობაში და ვისვრით, ახლა ზედაპირულად გაჩვენებთ. გავისვრით. ჩემოკარგებო. გავისროლეთ. ხო მივიდა. ახლა დაველოდებით თუ ჩავიდეს, მაგრამ უყურეთ, აი ეს სწრაფად მოხვევები არა. მოჭიმავთ და აი ესე გამოწევთ, აი კანკალებს. ცოტა ქვიანია, ცოტა ლაფიანია. კიდევ აი ესე ნეირ-ნეირლა გამოხაჭავთ. სუფთა მაწყობს, კაია. როცა გაწყობთ, უკვე ამას უკვე კლიპსას აკეთებთ. ახლა მე იმიტომ არ ვაკეთებ, რომ უკვე მოძიებული მაქვს ფსკერი. აი ესე. აი გაჭედა და აი ხო ამოვარდება, უკვე აი ეს უკვე კაი ადგილია. გაჭედა და უცებ ამოვარდა, ეს არის უკვე ორმო და ეგეც კაი ადგილია ერთგვარი, იმიტომ რომ თევზი იქ ჩერდება. ანუ სახის კუთხეში თუ მტვერი გროვდება, იგივე საკეთებს აქაც. კანკალებს. მოკლედ ფსკერი მოძებნილია, მეგობრებო, მინდოდა ამეხსნა თქვენთვის ესეთი სიტუაცია. ამით როგორ გამოვიკლოთ ფსკერს და ასე შემდეგ. სიჩქარით არა, ნეირ-ნეირლა უნდა წამოიღოთ. მოკლედ უკვე ეხლა მოხსნი ამ სიმძიმეს, გავუკეთებ უკვე საკვებურას ჩემოკარგებო და დაკვებას გამახორციელებ, ერთ ხუჯე ჩავაგდებ. ხო და მე როგორ ნემსკავს. აბა წავიდით. დავიჭირეთ, მეგობრებო. დაკვებიდან მეორე ჩაგდებაზე დავჭდა. დაკვებიდან მეორე გადაგდებაზე. დავიჭირეთ მიშიკო. რა თეთრულაა ბიჭო. თეთრულა დავიჭირეთ. ხო. მე ხო გარნერის მონტაჟი მაქვს, რა ნელა ჩადის რა ჩემი მონტაჟი რა. მაგითო გაუთვალე. პირველი არის. რა კაი დავხსნით მეგობრებო, კარჩხანა ეს. აი მან კაია, კარჩხანა ეს. კი, აი ზომა. რა დავიწყეთ. აი მეგობრებო, ჩემი დასაკვები მუშაობს. პერლუკასაც ვახმარ, რომ დაინტერესდეს დიდი კარჩხანა. აჰა. ნახე. ნახე რა კაია ბიჭო. მოიცა ეს უკვე რა უნდა ხნათ იცი მიშა. ჩვენ დელიკატური წყობა რო გვაქვს, უეჭველი ბადე. კარჩხანა დავიჭირეთ. აი მეგობრებო. ჩემი დასაკვები. უნივერსალი. აუ შენ დალოცვილო შენ რა კაი ხარ. არა გაწური შენ. მეგობრებო, თეთრი ეთიცალი, აი მეგობრებო, კაი კარჩხანა დავიჭერეთ. წაიღო. დავიჭერეთ მეგობრებო, კარჩხანა, კაი კადრი გადავი, კაია. მიშა. კაი ზომაა. ბიჭო, ნახე რა კარგი. ჩვენი. კაცში პერლუკას ვაწვდი. მაწზე ვიჭერ. ბრებო. რავი, აგერ მიშაში აფასებს ჩემი დასაკვები როგორ მუშაობს. პირველ შევაფასებ, იმიტომ რომ მიკროზოობაში არ ჩამითვალოთ. რავი. რა კაია? ხუთე კარჩხანა. ბიჭო, მე ტყურეთ გავიძახი, კონკრეტულად შექმნილი მაქვს კარჩხანას. ეს. ვიცი. თუ და გამოგინაწილებ, გინდა? მოკლედ შემოკარგებო 5 თევზი მყავს. ეხლა დავიწყეთ. დასაკვებმა გააჩერა თავის წერტილში. ორჯერ დასჭირდა პერლოკის მიცემა. და რავი, კარგად მივდივართ რა.
მიშა ჯერჯერობით არ ყავს თევზი და ეხლა შევამივეცი, რა უნდა გაეკეთებინა და მე მგონი დაიწყებს ჩემი აზრით. ავნახოთ. რამოდენიმე ჩატყმა გაჩვენოთ, იმიტომ რომ მოგწონთ ვიცი და მე ჩემაყურებელზე ვზრუნავ, რა თქმა უნდა. ნახეთ, გაშვება. ეს კარჩხანაა ვარდნაზე. ეს კარჩხანაა ვარდნაზე მეგობრებო. გამოჩნდა იმედია, რომ დებდი ეგრევე. ეს ვარდნაზე კარჩხანა. ეს კაი კარჩხანა. ახლა ვარდნაზე აიღო, მიშა. კაი კარჩხანა. აი მეგობრებო. დაატყავს. ის აი მეგობრებო, შეხეთ აშვება. ნახეთ მოუშვა. ესეც. რა კაი კარჩხანაა, ბიჭო, დააყარა იმენა. მიშა კიდე მორიგი. ეს უწყვეტი კადრია, მეგობრებო, გიგონთ ამოჭერი. რა კაი ზომაა. აუ, გამოდებული აქ ცუდად გონი და ბიჭო რა არ გაბედო. აი მეგობრებო, მაგარი ზომის. ეხლა გავუკეთებ პერლოკას მეგობრებო. რომ პერლოკა ხო ჩაიყარა, იმას უწყებს ჭამას, იმან გააჩერა. ეხლა და კაი ზომები შემოიყვანა რა. ხო და ეხლა პერლოკას გავუკეთებ და ნახოთ, აიქნება. რაი მეგობრებო. ნახეთ აშვება. 1 2 3 და ეხლა უკვე ეს ზის და რა ზომა ბიჭო. არა. გაუშვა. მე თქვენ გამო გავაჩერე მეგობრებო, რომ გენახებინათ ჩატყმა. გენახათ და არა უშავს. თავარი წერტილში მყავს, პერლოკაზე ვიჭერ მეგობრებო. წითელ პერლოკაზე დაარტყა, ეხლა კიდე გავუკეთებ. კარგად დადგა რა ჩემთ. პრინციპში შეხო ჩემ წერტილში უტყ. შენ წინა მაქვს რა. აი ნახე. ნახე. ბიჭო რა ზომა. იშა, მაგარი ზომა. აი ესაა ტემპი. ეხლა მოგაგო დასაკვეთ საგარწე. მოდი წაიეჭა რა. მერვე თევზი მეგობრებო, პერლოკაზე. წავიდა. ტემპია. აღარ ჩდება. სასაკვეთო აღარ ვაძლევთ. აი ყურეშობა. კიდე. რა კაი ზომა. მომეწოდა შენი დასაკვები. იცახლა უთქვა ჩემი. ურტყავს. თუ შენაკოტაო. იო. კარათიო შემოსა. ეს თუჯასაც წაგარწა. მოიწე წაიღე კაც, მოიწეკით. სავოხვიო. იო, ურტყავს. თუ შენახა. დაი. აბა, დავილი ახლა. ისინიება. ასაკობო. რა მაგარი სუნი, მაგარი სუნი ებძავან. იბატო. აი, იავი წამოვიდა მიშა და ეს ძალიან კაია. არებს არათოს. აი. გაზობიზახტი, აი, უყურეთ მეგობრებო. იავი ჟანგბადია ბიჭო, ერთი ვარი რა. კი დავიჭირეთ მეგობრებო, კაი ზომა.
ზომი გაჩანა. აი ზომა. რა ზომაა ბიჭო? ისი. კიდევ ერთი. დავიჭირეთ. ნახე რა ზომა. წეგან გიორგის გამოვართვი თუ არა დასაკვირდი და პირველივე ჩაგდებაზე ეგრევე თევზი დავსვი რა. აშკარა დაჯობა ძმაო შენმა დასაკვირდი. ეხლა არ ეგონოთ ხალხს რაღაცა ვაპიარებთ. არა, არაფერს არ ვაპიარებ საერთოდ რა. როგორც კი შევცვალე დასაკვები და გავუკეთე გიორგი. მე უკვე 12 ცალი მყავს. ეგრევე თევზი წამოვიყვანე. მოდი. ჩემკენაც ნელ-ნელა დაიწყე. მგონი ზედ არის. არის? კი, აშკარად მებრძვის. ძალიან კარგი. ზედ არის. დაიწყო მიჩამაც. აი ზომა. პოპა. გაგვიქცა მეგობრებო, გაგვიქცა. მოკლედ არ ვაჭარბებ, არ ვიტყუები, არავითარ რეკლამას არ ვკეთებ. გიორგის, ჩემი ბიძაშვილი არ არის ნამდვილად. მოკლედ მეგობრებო, ხონდა ხარხნული დასაკვები მე. ხო და ვანილი და მარწყვი მქონდა ერთმანეთში არეული და გიორგი კარგად დაიწყო ჭერა, ჩემკენ ცოტა პასიურობდა თევზი. თქვენც ნახეთ, გამოვართვი თავისი დასაკვები. აი როგორც დასაკვები გამოვართვი და დავიწყე ამ დასაკვების დაკვება. თევზი ეგრევე გააქტიურდა რა. და ასე რომ ძალიან კაი დასაკვებია, ძალიან კარგად მუშაობს. რეკლამას არ უკეთებ ნამდვილად, ფაქტია რა, ფაქტს ვიძახი. რაც არის, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა კარგის მოფიქრება და კარგის კეთება. შეიძინეთ. ხო, არავის არ ვეხებით, არავის ხარხნულ დასაკვებს არ ვეხები. უბრალოდ ფაქტია. დავაწყობ და მოგცე. რაც ფაქტია, იმას გეუბნებით. რომ ნამდვილად კარგად მუშაობს რა. დაახლოებით 10 წამშივე დაარტყა. ამაზე აშკარად ზის. ანუ არ გაყავს რა. აჩერა დააყენა თევზი წერტილში. იმედია ესეც არ გაგვექცეო. კი, მეგობრებო, აი მოყავს. ოყავს კარჩხანა. კაი ზომა კარჩხანა მოყავს. ესეთი კოხტა ზომებია მეგობრებო. საღი ძმაო. გაღია. მე პირადად მიული გდაში რაც არ დაგზავნოს. გავალ გდაში და იქ ვიყიდი დასაკვებს, ნო. შენ რაღაცა შელოცვა იცი მოიჭველი. შენთანაც ვისული. ოპა, რა კარგად, ბიჭო. კარგი დარტყვა ქონდა, მეგობრებო, კაი ზომა კარჩხანა არის. მოდის, კაი ზომა მოდის თან. ძალიან. იმედია არ გამექცევა ესეც. ძალიან კაი ზომა კარჩხანაა. აი, როგორი ბომბორიკაა. იმედია კარგად ჩანს, იმედია კადრში. რა კარგი გაყვრა ჰქონდა. მეგობრებო, გიორგისთან ერთად თევზაობა არის ერთი დიდი სიამოვნება, ძალიან დიდი გამოცდილება. ძალიან მაგარი პიროვნებაა და ძალიან მაგრად ესმის აი ეს საკითხი რა. ნებისმიერი რამე კითხო, ნებისმიერი რამე ეხერხება და იცის რა. მოკლედ ძალიან გამოცდილია, ძალიან მაღალი დონეა რა. ხო და
პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მაგრად გამიმართლა, რომ ესეთი პიროვნება გავიცანი და ესეთ პიროვნებასთან ერთად ვიღებ ესეთ გამოცდილებას, ვიღებ ჩევებს. სწავლობ ბევრ ამას, უყურებ, ვაკვირდები და ნელ-ნელა ხვდები როგორ უფრო და უფრო იხვეწება ჩემი თევზაობის დონე. მეგობრეთ, მიკითხეთ რჩევები, დარიგებები, არავის არ დაგზარდებათ და დამიჯერეთ თქვენი თევზაობა ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო და შვენიერი გამოვა რა, მართლა. აი როგორც დაჯდე ჯავჯექით თუ არა, ეხლა ესეთი მონტაჟი ჭირდება, ეხლა ამ ხელას დავიჭირდება ის ეს, მოვიდა რენტგენი გადაიღო თვალებით ზღვაზე, დასვა დიაგნოზი და არ გავჩერებულ ვართ რა. მიდის და მიდის ჭერა. მიდის და მიდის ჭერა. ოპა, შენთანაც? მაკაჩა მაგრად. შენთან დაიშვა. დაიჭირე? ის ზედარი ისე მოდის. მიშამა დაიჭირე. უჰუ, კაია, მიშა. კაია, აი ზომა. საღურ, ნახე? ეგო წყუბები ამოვიყვანეთ, არა, შენ დიდი. საღურ. დავიჭირეთ. კარგი ჩატყმა იყო, დაინახეთ მეგობრებო და კარცხანა ის. აჰა. ვიღაცას გაექცა, შემოკარგებოდა, ნახეთ. ტუჩი რა დღეში აქვს. მოკლედ ჩემო მეგობრებო, მე და მიშიკო ძალიან კარგად ვიჭერთ თევზს. ნასიამოვნები ვართ. ეხლა ვერ გეტყვით რაღაცა გაგიჟებულია თევზი და რაღაც ყველაფერზე მოდით და რაღაცა არა. რაღაც გათვლები დასჭირდა, რაღაცები გაუთვალით, გამოუთვალით და თუ ისე ყავს თევზი რა, ისი არ ვშებით ეხლა. ისიამოვნეთ და ასე შემდეგ. ეხლა ისი თქმა მინდა. მოკლედ აი ეს პეროკა რომელიც ვიყიდება მაღაზიაში ეხლა გაჩვენებს რა ხდება თუ გნებავთ დასაკვებში ჩაყარეთ თუ გნებავთ აი ესეთი რაღაც საჩვენე ამოიღებთ რაოდენობას რომ ჩვენ იქ გვაინტერესებს ჩვენ ვაკონტროლებთ რომ დოზირებულად მივაწოდოთ თევზს რომ არ გავაწყოთ და უფრო გავაჩეროთ რა მუშაობს რავი მიშა კი ეს მეთოდი მუშაობს, დასაკვები მუშაობს, რეალურად აჩერებს. წერტილში პეროკას მუშაობს. ახლა როგორ ვამუშავებ? რომ ვახსენებ, თუ გინდა საკვებურთი მიაწოდოთ, მეთქი, აი ეს უნდა მიაწოდოთ, აი. ცოტა რაოდენობას ჩააყრით დასაკვებში, აი ეს. დასაკვებს ჩავყარეთ. ეხლა ნახეთ, ჯერ დასაკვებს გაუშვებთ, მერე პეროკას გაუშვებთ, მერე ისევ დასაკვებს გაუვლევთ. აი ეს. ასეთ მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობაში ეხლა გავისროლოთ ელტიში უნდა უტყათ რა აზრი არა მარტო ჩემი დასაკვები კი არა დედა აზრი ეგ არის ფიდელის რომ ქახნული იქნება თუ ჩემი იქნება დედა აზრი ფიდელის ის არის რომ ერთ წერტილში უნდა ვარდებოდეს ერთ წერტილში რომ თევზი შემოგვიჭირდა და მე თევზი ეჭიროთ და თუ გაფანტავთ აზრი არა აი ეს მინდა რომ მეთქვა პეროკის თემაზე მაქვს რა თქმა უნდა ლურჯი ფერიც არის ყვითელი ფერიც ასევე არის წითელის თეთრიც ჩემი დასაკვები ახლა ამჟამად გამოყენებული გვაქვს ჩვენ
ასეთი ყვითელი ფერის დასაკვები გვაქვს გამოყენებული დღეს. უფრო ფოთოხლის ფერში გადის. ეს უნივერსალი როა, შეგიძლიათ ანახეთ წყალში რა ხდება. უნივერსალი თუ არის უნივერსალი რო არის მეგობრებო, შეგიძლიათ თქვენ ეს შამაერიც იხმაროთ, გამოიყენოთ რა. ნახეთ რა საკეთებს წყალში. ნახეთ რა საკეთებს წყალში, მეგობრებო. მაგდომად შეგიძლიათ თქვენ შამაერიც გამოიყენოთ, აი ესეთი თემა რა. ქახნულს თუ იყენებთ ჩვეულებრივად, ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ არაპორზე, ნახეთ რა გააკეთეთ. მოგლეთ. აათ მივდივარ საღამომდე კიდე აქ ვართ. რამოდენიმე საათი კიდე დაგვრჩა. რავი. ვის შესაძლებსაც გაჩვენებთ, ჩვენსაც გაჩვენებთ რა თქმა უნდა და ბოლოს გაჩვენ ამდენი დავიჭირ. აათ მივდივართ. დასაკვები მუშაობს, მეთოდები მუშაობს, მიდგომები მუშაობს. თავარი ეგ არის. დანარჩენი ყველაფერს ნახავს ახლა ადგილზე რა. პროცესში ნახავს. წინასა მაგას ვერ მეგეთქვით. რომ მეგობრებო წერე ხოლმე Facebook გვერდებზე რომ წავიდე დავიჭერ, გუშინ რა ამბავი იყო, გუშინ წინ როგორი მოდიოდა, გუშინ წინდელი და გუშინდელი პროგნოზი ხვალინდელ თევზაობაზე არის ძალიან ძველი მეგობრებო, ჩემი დაიჯერეთ რა. ძალიან ძველია. რომ ცვალებადი ხასიათისაა თევზი, აქ წყალი ხან თამაშობს, ხან იკლებს, მზეა, წნევა თამაშობს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თევზზე მოქმედებს და მაგიტომ გეუბნებით რომ წინასწარ დაიბნევით რა. აი ხა გინდა შენ ბაზარზე წახვიდე, სიამოვნებაში თევზი მოდის, რო დაწეთ Facebook-ზე, შევა დაგიწერონ თევზი არ მოდის. და არ წახვიდეთ. აქ იყო ხალხი 5 წუთში, 10 წუთშიო მიდიოდა. და მაგითო გეუბნებით, თუ არ ვეცადე და თუ არ ბოლომდე არ მიუძდებით იმ თემას, რაფერ გამოვა. მიზანი თუ გაქვთ, ის მიზანი ბოლომდე მიიყვანით რა, საღამომდე რა. აბა ეხლა გავაგზავნით. დაიჭირა მიშიკომ კარჩხანა არის ბომბორიკა. ვის და წაოდნა და მოუშვა კარჩხანა სო კადრში რო დაგანახოთ მეგობრებო. ოჰო, თეთრულა. აუ, რა კარგი იყო. თეთრულა. Ormuzda mertiya. 41. Zi. Daviçi. Gari. Ari, daviçi. Age? Sigati, vai su. Stop. კიდევ დაიჭირა მიშამ. თეთრვა დაიჭირა ჩვენ გამომწერმა. იჭეს მიშიკოც. მომყავს. ესე ნერა გააყოლე გაშარო. წაიყვანე ნაპირში. ურა გაიწია? ნერა გაიყოლე, ნერა რა. კაია, კაი. აჰა. რა კარჩხანაა? მოკლედ მეგობრებო, ახლა ჩვენ დავასრულეთ მე და მიშომ. რა გაჩვენებთ? რამდენი დავიჭირეთ? 10 საათიდან 6 საათამდე. ასიური იყო თევზი, მაგრამ მაინც არ მოვეშვით და როგორც ხდება ხოლმე რა ჩემი ვიდეოებში ეგრე მოხდა ყველაფერი რა. არ მოვეშვით და შედეგი არის რა. მოკლედ ახლა გაჩვენებთ, რამდენი საათი დავიჭირეთ. ჩემი დასაკვებით, ჩემი პერლოკით დავიჭირე ამდენი რაოდენობა. ასე თუ ისე პასიურში, თუ ხალხი მიდიოდა. ხო მიჩა? მეგობრებო, ხალხი წავიდა საერთოდ ვერ ვიჭერთო და მე და გიორგი მაგრად ვისიამოვნებთ.
ვეღარ მოაქვს ისეთი მძიმეა. არა, ეს 6 მეტრია. 10 კილო იქნება თქო და. გასწორი მინდა უეჭვე რა. რა ბევრია რა. ამიშო იძახ 10 მეტრია, ან 10-მდეა. აბა ერთი უნდა მომაწევინი. არა ბიჭო 10 იქნება მეტი თუ არა. აი ესეც მიშოს ნადავლი აბა რა სიტყვი მიშო როგორ მოგეწონა ესეთი სიამოვნება მე თევზაობისგან ჯერ არ მიმიღია შემილია თამამად თქვა რა ესეთი სასიამოვნება ესეთი მაგარი თევზაობა არ მქონია რა აი მეგობრებო ხალხი მართლა მიდიოდა რა მიდიოდნენ არაფერი არ მოდის მე და გიორგი ძალიან მაგრად ვიჭირეთ ძალიან მაგრა გავერთეთ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ და აი არ ვიცი რა მოუნება არ მიმიღია ჯერ თევზაობისგან რა გიორგას დასაკვებმა იმუშავა აი არ ვიცი რა სასწაულები ჩაიდინა რა ხონდა ანტირეკლამას არავის არ უკეთებთ რა თქმა უნდა და არავის არ ვეხებით ხონდა ხარხნული საკვებით ნაყიდი შეუცვალე მე რომ არ წამოიღო გიორგის საკვებით და მოდიოდა თევზი რა აი ძალიან მაგრად ელოკით შერეული ხო ხო ძალიან მაგრად მუშაობ მოკლედ ეხლა არ გეგონოთ რომ რაღაცა ჩემი დასაკვებია და ვაპიარებ აი მაგრად ვიჭი რაღაცა აგე შედეგი მეგობრებო რა არ მოწმე ვინც მოდიოდა და კითხულობდა რაზე ვიჭედით ასე შემდეგ ყველას დავეხმარეთ რა ისე დავეხმარეთ რომ თევზის ვაჭერიეთ მეგობრებო რა მასიამოვნები დარჩა ყველა კი მოკლედ რავი იმიტომ არა რომ ჩემი დასაკვები და ასე შემდეგ რა მართლა დასაკვებები არაერთხელ არის გატესტილი და ასე შემდეგ აგიხსენით როგორ უნდა ითევზაოთ წერტილოვანი კვება როგორც ფიდე შეფერება და ასე შემდეგ ეხა იმიტომ კი არის მე მუდმივად ჩემ დასაკვებითა ვარ მეგობრებო ტურნირებზე ჩემი თევზაობაში მუდმივად ჩემ დასაკვებითა ვარ მეგობრებო და აგერ კიდე დაყომწკიცე რა პასიურ თევზთან ეხა 10 კილომდე თევზი დავიჭრე კარჩხან 10 კილომდე მაგარი თევზაობა იყო ძალიან აი ხალხი მართლა ვერაფერს ვერ შვებოდა და გიორგი დაადუღა მთელი ბაზალეთი ძალიან ესე არ მის ესეთი ეხლა მე ფოტოსაც გადავიგებ ან მოდი ჩავყაროთ და ვანახოთ რა რაოდენობა რა თევზის ბაზარია გაჩვენეთ ხა თევზს და გამშვიდობებით აი ეს რაოდენობა დავიჭირე 8 კილომდე 10 კილომდე იქნება რა ძალიან ძიმია მოკლედ ყოველთვის აქ თევზაობას ასი რა თუ არ მოდის ბოლომდე შეეცადეთ რა ყოველ ვიდეოში ამას გიტკიცებთ აბა ხა როებით მეგობრებო და მოდონ შეხვდებით კარგად